დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციების კიდევ ერთი მონაწილის სინდისის პატიმრის ექიმი გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. გიორგი ახობაძეს დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა შენახვა ედება ბრალად და 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ პატიმრობა ემუქრება. ახობაძე ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს. დღევანდელ ხტომაზე ექიმმა დაასახელა პოლიციელი, რომელიც მისი თქმით ნარკოტიკის ჩადების სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა. ეს პიროვნება, რომელიც სახეზე მახსოვდა, მე არ ვიცოდი ის ვინ იყო, რა სახეობა იქონდა. ვიცოდი სამუშაობდა და რომელი ოთახი იყო მისი, იმიტომ რომ მიმიყვანეს განყოფილებაში დავინახე სადაც ისდა, კარი დიაგნოზა დატოვებული და ესე ხელიცინებდა დახარებული იყო, რომ ეს სპეცოპერაცია წარმატებით ჩაატარა. უკეთან ოპერაციას ხელმძღვანელობდა და პირველი ფიზიკური კონტაქტი ჩემთან შევიდა გიორგი გურეშიძის. ეს გიორგი გურეშიძე რომ იყო, გავიგე იქიდან, რომ ეს ამოსაცნობად სამართლოს უფროსების ამოდენე სამართლოს რომელიც სამართლოს უფროსია და სამართლოს უფროსების ფოტოები მაქვს და ერთ-ერთი აღმოჩნდა ესე ბატონი გიორგი გურეშიძე. ეს რომელსაც მათ შორის რასაც გამოძიება მალავს გამოძიება ხალხში მოკლედ იმ მომენტში როდესაც მე მასთან ვიყავი ისე თქვა საპროტესტო საუბარში და რასაკეთებ ამაზე როგორც იქ ადამიანს რომ ის სატელეფონის ტელეფონზე მსხვილობაში არსებული ტელეფონზე რომელიც ეშია შემოვიდა ზარი თვალსაჩინო ყოველ შემთხვევაში ამოვიკითხე სახელი და გვარი რომელიც უბრალოდ არაფერს არ მეუბნებოდა გუშინდელ დღემდე თუ დღევანდელ რაც აი საკადრო გადასვლელი გქონდა ლევან მაისურაძე ზარი შემოსული გურეშიძის ტელეფონზე როგორც ჩანს მან გადაამოწმა მის დაბრუნებაში ყოფნა ატომის სექტორებმა და ეკიპაჟმა სწორად და კარგად ეფექტიანად შეასრულეს სწორად დავარება რაც მიცემული ჰქონდათ ეს ლევან მაისურაძე როგორც მოგესწრება იყო საბადოოს უფროსი და მისი სატელეფონო ზარი შედგა გურეშიძესთან ჩემს კლასზე დავიმახსოვრე იმითი რომ კლასელი ყავდა ლაშა მაისურაძე და ინიციალები უთხოვდა და ლევანი თან მახვდა და ესე ერთმანეთს დაუკავშირდება მე ამბობდო პასიური ვერსიებიდან და აი ეს ბოლო დღეების ამბების შედეგად და ამოწიწდა ჩვენი ესე პასიური ვერსიებიდან ლევან მაისურაძის სახელება რომელსაც კონტაქტი ჰქონდა გურეშიძესთან სხვათა შორის ზუსტად იგივე მეთოდით ნიკა მელიას დაკავება როგორც მოხდა ჯერ საფათბურთო გააჩერა მე თავს დაესწრე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ზუსტად ერთი ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო 7-8 დეკემბერს დააკავეს მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.